საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრს დავორ ბუნოზას შეხვდა. გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას. პაატა სალიამ დავორ ბუნოზას იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები, მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო. ასევე საუბარი შეეხო ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. შეხვედრაზე საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს იუსტიციის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას. პაატა სალიამ კოლეგა 2026 წლის საჯარო სერვისების ფორუმზე საქართველოში მოიწვია. Fonda ორხრივი შეხვედრა ბოსნიასა და ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრთან. ძალიან ნაყოფიერი იყო და საინტერესო შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა ზოგადად პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნებში, ჩვენ ქვეყნებში მოგეხსენებათ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ასევე არის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენთვის დაახლოებით ერთი და იგივე დღის წესრიგია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გამოცდილების მოსმენა ციფრული ტრანსფორმაციის, საჯარო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გასულ წელს გავხსენით ევროკავშირთან მოლაპარაკებები დათქმებით და ამ მიმართულებებით ბევრს მუშაობთ.